მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია სკანდალური აღმოჩნდა და თბილისში ვითარების დაძაბვის მიზეზი გახდა. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საათნახევარში ჩაიშალა. რუსეთის დელეგაციის წევრებს, ოკუპანტი ქვეყნის რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვსა და მის თანმხლებ პირებს თბილისის დატოვება გაძლიერებული დაცვის ქვეშ ალყაშემორტყმული რედისონიდან მოუწია. მიზეზი თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტის გამო განვითარებული მოვლენები ქართული საზოგადოების სამართლიანი პროტესტი იყო. ვითარება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ღიად აღიარებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების აღშფოთება გამოიწვია. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზატორებმა მომხდარი იმთავითვე პროტოკოლურ შეცდომად შეაფასეს. არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ პროტოკოლურ შეცდომას სამარცხვინოს უწოდებდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მომხდარი ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს და ჩვეული პოლიტიკური ხერხებით გააქტიურდნენ. პროტოკოლური შეცდომა თუ ორგანიზატორებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ამ კითხვას სვამდა განურჩევლად ყველა პოლიტიკური კუთვნილებისა. დილიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. ამაზე ყველამ ხმა უნდა მოვიღოთ. დღეს გვაყენებენ შეურაცხყოფას. ვერცერთი ნორმალური ქვეყანა ერი ამას ვერ მოითმეს და ჩვენ უნდა მივუჩინოთ ამ ყველაფერს თავისი ადგილი. მაგრამ აქ რაც ხდება, ეს არის ნამდვილად გასაპროტესტებელი, იმიტომ რომ საქართველოში იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, არ უნდა იჯდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი და ნებისმიერი ტიპის სესია არ უნდა მიჰყავდეს. ეს არის აქსიომა და ამაზე უნდა შეჯერდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ვაპროტესტებთ ქართველების მკვლელის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე და ჩვენს დამგმობი ადამიანის ამ გავრილოვის საერთოდ საქართველოში შემოსვლას, არა თუ პარლამენტში და აი იმ სავარძელში ჯდომას, საერთოდ რომ დაუშვეს მისი საქართველოში შემოსვლა. აი ამას ვაპროტესტებთ. ვინც ეს დაუშვა, იმანაც უნდა აგოს პასუხი. ჩვენ კი საზოგადოება ვალდებული ვართ, გამოვიდეთ და აუცილებლად დავდგეთ ერთად აი ამის წინაშე. მოგვიანებით საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერულა, ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. და მე მინდა ბოდიში მოუხადო საზოგადოებას, იმიტომ რომ ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენტობებია საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ, იმიტომ რომ როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე ედარდებოდა ზემოთ და შესაბამისად რომელი გახსნდა, რომელი წაიყვანდა უკვე ეს იყო ტექნიკის საკითხი. ასე რომ მე გრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სტომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიში მოხდა საზოგადოებას. განმარტებას საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა. სტომა უნდა წაიყვანა პროტოკოლის მიხედვით, რაც იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან და მმართველ გუნდთან ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო იმაში თუ რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, ამაში გავერკვევით დეტალურად და ამ საკითხს მოყვება საკმაოდ კაცრი რეაგირება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან წაიყვანა გაბედას ეს სხდომა, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილი იყო საქართველოს პარლამენტის სკამზე, რა თქმა უნდა პასუხი მოეთხოვეთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. მიუხედავად მმართველი პარტიის განცხადებებისა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ და მის გადაყენებას მოითხოვდნენ. აქტიურობდნენ ასევე საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტის ბანერზე საპროტესტო განცხადებები მიაწერეს. ეს არის რუსეთის დღის წესრიგი პირდაპირ. ეს არის რუსეთის დღის, ეს არის რუსეთის დღის წესრიგი. ეს არის სკამი, რომელიც ირაკლი კობახიძემ
საკუთარი სკამი დაუთმო, აი ეს გამოვიტანე ახლა სხვამათა დარბაზიდან. დაუთმო გავრილოვს, ჩვენ გავრილოვს ამ ქვეყანაში არ შემოუშვებ. და ახსნან რატო ხდებოდა ეს აბსურდი დღეს პარლამენტში და რატო იდგა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. აი ეს სავარძელი ბატონი კობახიძის არ არის და არც ქართული ოცნების არ არის. ეს ეკუთვნის ქართულ ხალხს. ეს არის ქვეყნის ღირსება. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი, ეს გაბრილოვი წარმოადგენს რუსეთის დუმაში კომუნისტურ ფრაქციას. ჩვენი ძმების, ქართული პოლიციის, ქართული ჯარის სისხლია ჩვენი ძმების დაღრული ჩვენი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ გვინდა დამოუკიდებელი ცივილური თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თუ მივდივართ უკან იქ სადაც ქუცნაშვილი დღეს გვეკაჭება. ამიტომ ძალიან მკაფიოა ამაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ივანიშვილზეა, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს ტრამები არ ხდება. მაგრამ აქ ამ დაწესებულებაში პასუხისმგებლობა არის კობახიძეზე, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა. ესეთი რაღაცა უბრალოდ აღარ შეიძლება, ამორალურია ესეთი რაღაცა. ჩვენ მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. გავრილოვი არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. ის იყო აფხაზეთში, ის იყო ცხინვალის რეგიონში, ის იყო სადამ ხუსაინთან, ის იყო ზიულგანოვთან ერთად, ის იყო სირიაში, ის იყო ერაყში, მონაწილეობდა ყირიმის ოკუპაციაში, მონაწილეობდა დონბასის არეულობაში. შემდეგ ეს ადამიანი დეპუტატის, ასე ვთქვათ, მანტიით ახორციელებს ზირგამომწყდელ საქმიანობას. ის ხალხი, ვინც ჩვენ კანონიერ მოთხოვნას ეხლა პოლიციით დაემუქრა, სრულიად მშვიდად და წყნარად შეუშვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტში, რომელიც დაჯდა საქართველოს სპიკერის სკამში და მიაყენა საშინელი შეურაცხყოფა საქართველოს წარსულს და მომავალს. ეს განცხადებათ, რომ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, თუ ვინმეს ჯერა არ ვიცი, მე პირადად არ მჯერა. ირაკლი კობახიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თბილისში განვითარებულ მოვლენებს უმძიმესი სანახავი უწოდა. ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის ხმათა დარბაზში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო კიდევ ერთხელ გაიმეორებ ძალიან მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. მე სამწუხაროდ არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობასა და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება. რატომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ბერძენი დეპუტატის ნაცვლად? ეს აღმაშფოთებელი შეცდომაა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს. ამის შესახებ მმართველმა პარტიამ განცხადებაც გაავრცელა. თუმცა ნაციონალური მოძრაობისთვის მმართველი პარტიის განმარტებები არასაკმარისი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი რუსეთის დელეგაცია სრულიად სამართლიანად თბილისიდან გაძევებული იქნა, საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მიტინგში გადაიზარდა. ოპოზიციის მოწოდებაზე ხალხი შეიკრიბა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოხატვა მშვიდობიანი ფორმებით ვერ შეძლეს და მოგვიანებით მოვლენები ძალადობასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ და მათი შეჩერება სამართალდამცავებს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით მოუწიათ. დაშავებულთა შორის იყვნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტში ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა სამწუხაროდ ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატა ჩემი მკაცრი პოზიცია და რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა. რაც დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიხილეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ერისთვის, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის და ეს ფასეულობა არის თავისუფლება. ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეს იყო ისეთი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ის ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოიწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების თითო წევრთან, ყველა წევრთან. ამასთან ერთად ბუნებრივია, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ
დაიწყო ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი. და ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი. მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ეს არის ძალადობა. ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ის რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ შეიძლება მიზეზი იყოს სამართლიანიც, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ფიზიკური შეტევა, მოწოდება ასეთი შეტევის, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დღევანდელი შემთხვევა და ტრაგიკული შემთხვევა. რა შედეგებიც არ უნდა მივიდეს და თავდასხმა პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმა ფაქტობრივად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, როგორი დასასრულიც არ უნდა კონდეს ამ შემთხვევას, ამას ექნება შესაბამისი შეფასება და რა თქმა უნდა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. საქართველოს საპატრიარქომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ ძალადობას. დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა. სამწუხაროდ პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოუწოდებთ ხელისუფლებას მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ მეთოდებს. მოუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუაყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მიუმართავთ პარტიებს განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მიუმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე. თბილისში განვითარებული მოვლენების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც შეაფასეს და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. თვალყურს ვადევნებთ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებთ ყველა მონაწილეს, რომ დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ. თბილისში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე მიიღეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დაადასტურა. სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მან ამ უმრჩეველს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.